მოგესალმებით სტუდია მაესტროსა და პირველი სტერეოს ეთერში. და გაგაცნობთ დღის განმავლობაში მოხდა ყველა საინტერესო სიახლის. თავდაპირველად ქართულ ამბებს გავეცდით, შემდეგ კი უცხოეთშიც გადავინაცვლოთ. ასე რომ თუ თქვენ გაინტერესებთ, რა საინტერესო სიახლეებია კინოსა და მუსიკის სამყაროში, უყურეთ პროგრამა ინფორმატორის ყველაზე ვრცელ გამოშვებას. ტიფლის კლუბში კომპანია არტიმედის წევრები და მათი მეგობრები შეიკრიბნენ. მათ შორის საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსიც იყო. შეხვედრის მიზანი ასეთია. ტიფლის კლუბმა და არტიმედმა გადაწყვიტეს გააკეთონ ერთობლივი პროექტი იმედის გაზაფხული ტიფლის კლუბში, რომელიც გულისხმობს ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას არტიმედის მსახიობებით, სხვადასხვა შემადგენლობით უზრუნველყოფილ საკონცერტო პროგრამას, კარგ დისკოთეკას და ძალიან ბევრ სიურპრიზს, რომელიც აქ იქნება. კომპანია არტიმედის ახალი ხელმძღვანელობის ახალი სტრატეგიაა ყველა მომღერალმა იმღეროს ცოცხლად. ასე რომ პროექტისთვის, რომლის სახელწოდება ასეთია, იმედის გაზაფხული ტიფლის კლუბში მომღერლებს საკმაოდ აქტიურად მოუწევთ მომზადება. თავარი ის არის, რომ რაღაცა ეს ყინული გალღვა და დაიწყო ისევ, ესე ვთქვათ, საკონცერტო სეზონი. იმიტომ რომ ფაქტობრივად ეს სეზონი ძალიან მკვდარი იყო და ეს ჩვენთვის დაახლოებით სიკვდილის თაობასია, იმიტომ რომ საოცარი ნოსტალგია იცის სცენამ და აბსოლუტურად ყველა მომღერალს, როგორი რანგის მომღერალის არ უნდა იყოს, მას პრაქტიკა აუცილებლად ჭირდება. არტიმედის ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ, რაც მერაბ სეფაშვილი მოვიდა, საინტერესო პროექტები დაიგეგმა ძალიან ბევრი. ეს ერთ-ერთი პროექტია, კვირაში ერთი დღე ჩვენ გვექნება აქ სამუშაო დღე და არაჩვეულებრივი გარემოა, აქ არაჩვეულებრივი კლუბია და დიდი სიამოვნებით ვიმუშავებთ ცოცხლად, იმიტომ რომ დღესაც ცოცხალს ბერი ვართ. ვთქვა, რომ ძალიან კარგი ინიციატივაა ეს არტიმედის მხრიდან, იმიტომ რომ სულ არის ამაზე ლაპარაკი, რომ აი ცოცხალი შესრულება და ბოლოს არის ამის საშუალება, რომ მომღერალმა იმღეროს ცოცხლად და ვისაც აინტერესებს, რომ როგორ მღერიან არტიმედის მომღერლები ცოცხლად, აი ამის საშუალება აქ არის. ჯერ გაზაფხული. მე შემოდგომაზე იქნება არტიმედის შემოდგომა. მე იქნება ზამთარი, მე იქნება ასე გაგრძელდება და ნელ-ნელა ყველაფერი დაერქმევა თავის სახელი. ბევრისთვის საყვარელ და პოპულარულ გადაცემა სიმღერე რამე, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიის პირველი არხის ეთერით გადის, ახალი ქუდი და ჰიმნი ექნება. სიმღერა, რომლის ავტორია მაკაც ქიტიშვილი, ხოლო ტექსტი ირინე სანიკიძემ დაწერა, სტუდია ორფეიში ჩაიწერა. ახლა კი რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი ვიდეოკლიპის გადაღებებზე მუშაობს, რომელშიც ქართული შოუ-ბიზნესის თითქმის ყველა ცნობილი სახე მონაწილეობს. ინფორმატორი გადაღებების პირველ დღეს დაესწრო. სულ მალე, როცა დასრულდება მუშაობა, გადაცემის გამოშვებები სწორედ ამ სიმღერით დაიწყო. მიუხედავად ისა, რომ მე ორჯერ ვეწავაგე ამ თამაშში და ალბათ მესამეჯერაც წავაგებ, მაინც ძალიან მიყვარს ეს გადაცემა და დიდი სიამოვნებით ვაკეთებ ამ კლიპს.
ძალიან მიყვარს ეს გადაცემა, მე ძალიან გვიყვარს რეჟისორი, ჩვენი მეგობარი. შეიძლება სუბიექტურებიც ვართ, მაგრამ არა მგონია, მე მგონი ობიექტურად ის ძალიან ნიჭიერი ადამიანია. აქედან გამომდინარე, დიდი სიამოვნებით ვაკეთებთ ყველაფერს, რაც მას უნდა, იმიტომ რომ როგორც ყოველთვის შედეგი თავისას, ესე იგი, ამართლებს ხოლმე. ძალიან კაი გამოდის ხალისიანი, მეც კი ესე იგი ისე მოვირგე გიტარა და ისეთი ჩართული ვარ ამ გადაღებებში, რომ მგონია რომ მართლა უკრავ და მართლა ესეთი აი ამდენი ვარსკვლავის ფონზე მღერი ვარ.